მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ჭუმბურიძე და ახლა გესაუბრებით დასწავლილი უმწოობის თემაზე, ფენომენი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს და ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რა არის დასწავლილი უმწოობა? მოდით ჯერ ექსპერიმენტით დავიწყოთ, რომელიც 1960-იან წლებში ჩატარდა და იგი სელიგმანს ეკუთვნის. ამ ექსპერიმენტში სელიგმანი ძაღლებს სამ ჯგუფად ყოფდა. ეს ძაღლები მოთავსებულები იყვნენ ძალიან პატარა ყუთში, რომელიც იატაკიც დენს ურტყამდათ გარკვეული პერიოდულობით. რა თქმა უნდა, დენის დარტყმა ძალიან მტკივნეული იყო ძაღლისთვის. ოღონდ ამ სამი ჯგუფის შემთხვევაში ეს ყუთები განსხვავდებოდა. ძაღლების გარკვეული ნაწილი იყო ყუთში, რომელშიც მათ დენს საერთოდ არ ურტყამდნენ და უბრალოდ რაღაცა დროის გატარება ევალებოდათ ყუთში. დანარჩენი ორი ჯგუფი იყვნენ ყუთებში, სადაც დენს ურტყამდნენ, თუმცა იქ მცირედი განსხვავება იყო. ერთი ჯგუფის ძაღლებს ჰქონდათ ღილაკი, რომელსაც თუ თაც მიაჭერდნენ, ან ცხვირს მიაჭერდნენ, დენის დარტყმა გაჩერდებოდა. ხოლო მეორე ჯგუფის ძაღლებს ასეთი ღილაკი არ ჰქონიათ. ანუ სამი ჯგუფის ძაღლები ყავს, არიან ძაღლები, რომელსაც დენს არ ურტყამენ და ყავს შემდეგ კიდევ ორი ჯგუფი ძაღლების, სადაც ერთგან შეუძლიათ რომ დენის დარტყმა გააჩერონ, ერთგან არა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ექსპერიმენტი შეწყდა და ძაღლებმა დაისწავლეს რაღაც. აი ეს რაღაც უკვე მეორე ექსპერიმენტში გამოვლინდა. კერძოდ, ძაღლები ახლა სხვა ტიპის ყუთში შეუშვეს, სადაც რომელიც გაყოფილი იყო გარკვეული ბარიკადით და ძაღლებს თავისუფლად შეეძლოთ ამ ბარიკადზე გადახტომა. ბარიკადის ერთ მხარეს იატაკი დენს ურტყამდა, ხოლო მეორე მხარეს კი დენის დარტყმა არ ხდებოდა. და ნამდვილი ექსპერიმენტი აქ დაიწყო. ძაღლები, რომლებიც თავდაპირველად იყვნენ ყუთში, რომელსაც დენი საერთოდ არ ჰქონდა იატაკზე, ძალიან მარტივად ხდებოდნენ, რომ უნდა გადამხტარიყვნენ იატაკის მეორე მხარეს, სადაც დენი არ მოხდებოდა და ისინი ამას აკეთებდნენ. ასევე ძაღლები, რომლებსაც ყუთში ჰქონდათ მანამდე ღილაკი, ისინი ძალიან მარტივად ახერხებდნენ გადახტომას და ასევე ირიდებდნენ თავიდან იმ რაღაც მტკივნეულ შოკს. აი ძაღლები კი იმ ჯგუფიდან, სადაც მათ არც ღილაკი ჰქონდათ და არც დენის გარეშე იატაკი და მუდმივად რაღაც ტკივილს განიცდიდნენ, უბრალოდ გაჩერებულები იყვნენ იმ მხარეს, სადაც დენი ხდებოდათ. მათ არც კი უცდიათ, რომ იატაკის მეორე მხარეს გადამხტარიყვნენ, სადაც შეიძლება ეს ტკივნეული არაფერი არ ყოფილიყო. თითქოს არაფერი, ხო? ანუ რა მოხდა მერე? ძაღლები რაღაც არ აკეთებდნენ. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზუსტად ასევე ვიქცევით ადამიანებს, რომლებიც ვსწავლობთ, რომ რაღაცის გაკეთება არ გამოგვდის. მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია. მოსწავლე, რომელიც სკოლაშია, რომელიც რაღაც საგანში მეცადინეობს, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებს იქ სასურველი ქულის აღებას. და მასწავლებელი მას ყოველთვის ლანძღავს და ეჩხუბება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს მოსწავლე სწავლობს, რომ აზრი არ აქვს საერთოდ მეცადინეობას, იმიტომ რომ შედეგზე მაინც ვერ გადის, ამიტომ საერთოდ ხელს იქნებს ამ ყველაფერზე და საბოლოოდ შედეგად იღებს, რომ მართლა რჩება უსწავლელი, რაც გამოწვეულია იმით, რომ მას გონია, რომ სწავლა არ შეუძლია. ან სხვა სიტუაცია წარმოიდგინეთ, მაგალითად თანამშრომელი, რომელიც რომელიმე სამსახურში მუშაობს, ადამიანი, რომელიც მუდმივად ძალიან ბევრს აკეთებს, ცდილობს, რომ იშრომოს მაქსიმალურად, თავი დაანახოს უფროს, რომ ის ძალიან კარგი თანამშრომელია, რომ ის დაწინაურებას იმსახურებს, მაგრამ ამ დაწინაურებას ვერადა ვერ იღებს და არიან სხვა ადამიანები, რომლებიც რატომღაც წინაურდებიან, უფრო და უფრო მაღალ პოზიციას იკავებენ. ეს ადამიანი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სწავლობს, რომ აზრი არ აქვს ამდენ მცდელობას, აზრი არ აქვს, რომ რაღაც იბრძოლოს, განვითარდეს და წყვეტს უბრალოდ ამ რაღაცეების კეთებას და ჩერდება. ზუსტად იგივე ხდება სიტუაციებში, როდესაც ადამიანები ვერ იღებენ სასურველ შედეგს და ეს სასურველი შედეგის ვერ მიღება გრძელდება. მაგალითად, აიღეთ ნებისმიერი სტრესული სიტუაცია, რომელშიც მოხვედრილ ხართ, ხო? თუნდაც საცობები. ხო, ხარ საცობში, ვერაფერს ვერ ცვლი და რაღაცა დროს ეგუები, რომ ეს ნორმა. დასწავლილი უნარობისას მთავარი ის არის, რომ ხანდახან ხდება, როდესაც სიტუაცია გვაძლევს შანსს, რომ აი ამ რაღაციდან გამოვიდეთ. იმ ძაღლის შემთხვევაში ეს იყო შემთხვევა, როდესაც მას უბრალოდ მარტივი გადახტომით შეეძლო მეორე მხარეს აღმოჩენილიყო ყუთის და დენი აღარ მოხვედროდა. ხოლო ადამიანების შემთხვევაში, მაგალითად ის, ვინც მუშაობს, შეიძლება ახლა გამართლებოდა და ყველაფერი რო კარგად გაეკეთებინა, ახლა დაეწინაურებინათ, მაგრამ მას უკვე ხელი აქვს ჩაქნეული ამ ფაქტზე. ანუ ძალიან ყურადღება არის საჭირო იმისთვის,
რათა ჩვენი ქცევები დასწავლილ უმწეობაში არ გადაგვივიდეს და ამ ყველაფერზე ხელი არ ჩავიკნიოთ.